იყო თუ არა პეტრე პირველი ერეკლე პირველის შვილი და რა კავშირი აქვს რომანოვების სამეფო დინასტიას გერმანიასთან? რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი პარადოქსი შესაძლოა მისავე სათავეში იმალებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე პირველს რუსეთის მამად მოიხსენიებენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი ბიოლოგიური მამა არა რუსეთის ცარი, იგივე მეფე ალექსი პირველი, იგივე ალექსი მიხეილიძეა, არამედ ქართველი უფლისწული, მომავალი მეფე ერეკლე პირველი, ნაზარ ალი-ხანია. 1670-იან წლებში პეტრე პირველის დაბადებამდე მოსკოვის სამეფო კარზე ცხოვრობდა ახალგაზრდა, განათლებული და ფიზიკურად გამორჩეული ერეკლე ბაგრატიონი. იგი განსაკუთრებით დაახლოებული იყო პეტრე პირველის დედასთან, ნატალია ნარიშკინასთან. იმ პერიოდის ჩანაწერები მოწმობენ, რომ ცარი ალექსი პირველი სნეული იყო და მემკვიდრის გაჩენის იმედი თითქმის დაკარგული ჰქონდა. პეტრეს დაბადებამ ყველას გაოცება გამოიწვია. თავად ცარმა კი გადმოცემის თანახმად შვილის დანახმისას თქვა: ეს ბავშვი მე საერთოდ არ მგავსო. პეტრე პირველის ფიზიკური მონაცემები ნამდვილი გენეტიკური თავსატეხია. მისი სიმაღლე არც მეტი და არც ნაკლები 2 მეტრსა და 4 სანტიმეტრს აღწევდა. მაშინ როცა რომანოვების გვარში ყველა მამაკაცი საშუალო ან დაბალი სიმაღლის იყო. ამავდროულად ბაგრატიონთა კახეთის შტო სწორედ გოლიათური აღნაგობით და განსხვავებული პირისახის მოყვანილობით იყო ცნობილი. პეტრე პირველის პორტრეტები უფრო მეტ მსგავსებას ავლენს ბაგრატიონებთან, ვიდრე მის ოფიციალურ წინაპრებთან. თუ ეს თეორია სიმართლეა, რუსეთის იმპერიის ისტორია ასე გამოიყურება. პირველი იმპერატორი იყო ბიოლოგიურად ბაგრატიონი, Q1B გენეტიკური კოდის, რომელმაც რუსეთი აზიური სტაგნაციიდან გამოიყვანა და ქვეყნის განვითარების ვექტორი დასავლური ცივილიზაციისკენ მიმართა. რუსეთის ისტორიაში რომანოვების დინასტია, რომელიც 1613 წელს მიხეილ თეოდორის ძის გამეფებით დაიწყო, სულაც არ ყოფილა გენეტიკურად ერთგვაროვანი. მამრობითი ხაზი, ანუ Y ქრომოსომა, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო პირველ რომანოვებთან, სულ რაღაც 117 წელი გაგრძელდა. გადამწყვეტი მომენტი 1730 წელს დადგა, როდესაც 14 წლის პეტრე მეორე, პეტრე პირველის შვილიშვილი ავადმყოფობით გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დაუტოვებია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნამდვილი რომანოვების პირდაპირი მამრობითი გენეტიკური ხაზი სამუდამოდ გაწყდა. ან რომანოვების, ან ბაგრატიონების. ეგეც საკითხავია. ამის შემდეგ დაიწყო ეპოქა, რომელსაც ისტორიკოსები სასახლის გადატრიალებების ხანას უწოდებენ. ტახტს ქალები პეტრე დიდის ნათესავები ინარჩუნებდნენ, თუმცა დინასტიური კანონზომიერებით. მათი შვილები უკვე სხვა მამების, სხვა გვარებისა და გენების მატარებლები ხდებოდნენ. როდესაც პეტრე პირველის უშვილო ასულმა, ელისაბედმა გადაწყვიტა ტახტის მემკვიდრედ თავისი დის, ანა პეტრეს ასულის შვილი პეტრე მესამე გამოეცხადებინა, რუსეთის იმპერიის სათავეში გენეტიკური გარდატეხა მოხდა. პეტრე მესამის მამა იყო გერმანელი ჰერცოგი კარლ ფრიდრიხი ჰოლშტაინ-გოტორპის დინასტიიდან. შესაბამისად პეტრე მესამე მამისგან მიიღო დასავლეთ ევროპული ჰაპლოჯგუფი R1B. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მას პეტრე რომანოვს უწოდებდნენ, ბიოლოგიურად ის უკვე 100%-ით გერმანული დინასტიის წარმოადგენელი იყო მამის ხაზით. თუმცა დედის ანა პეტრეს ასულის მხრიდან მაშინ მაინც ჩქებდა პეტრე დიდის სისხლი, რაც მას ტახტზე ლეგიტიმურ უფლებას აძლევდა. კიდევ უფრო დრამატული და ბურუსით მოცული ვითარება შეიქმნა პავლე პირველის გარშემო. მისი დედა, გერმანელი პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა, შემდგომში ეკატერინე მეორე დიდი, თავის მემუარებში მიანიშნებდა, რომ მისი მეუღლე პეტრე მესამე მამაკაცური ღირსებით არ გამოირჩეოდა და პავლე სინამდვილეში თავისი საყვარლისგან, რუსი თავადის სერგეი სალტიკოვისგან ეყოლა. ეს ვერსია ისტორიულად სენსაციურია. თუ პავლე სალტიკოვის შვილი იყო, მაშინ მას აღარანაირი ბიოლოგიური კავშირი აღარც მამის ხაზით და აღარც დედის ხაზით აღარ ექნებოდა პეტრე პირველთან და რომანოვების დინასტია საერთოდ გაქრებოდა. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ ამ ისტორიულ ჭორს წერტილი დაუსვა. ნიკოლოზ მეორის, ანუ პავლეს პირდაპირ შთამომავლის ნეშტზე ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მისი Y ქრომოსომა ზუსტად ემთხვევა გერმანელ ჰოლშტაინ
გოტორპებს ეს ნიშნავს, რომ პავლე პირველი მაინც პეტრე მესამის ბიოლოგიური შვილი იყო და არა სალტიკოვის. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პავლე პირველიდან მოყოლებული ნიკოლოზ მეორემდე რუსეთის იმპერატორები ბიოლოგიურად იყვნენ პეტრე პირველის შთამოავლები დედის ხაზით, მაგრამ მათი გენეტიკური ხერხემალი, ანუ Y ქრომოსომა გერმანული იყო. ამიტომაც ბევრი ისტორიკოსი ამ დინასტიას სამართლიანად უწოდებს ჰოლშტაინ-გოტორპ რომანოვების დინასტიას. ისინი ქორწინდებოდნენ მხოლოდ გერმანელ პრინცესებზე. ნიკოლოზ მეორის სისხლში რუსული გენი მხოლოდ 1/128 ნაწილი იყო. ისტორიაში დუმილი ხშირად ყველაზე ხმამაღალი აღიარება. არ გვინდა მარჩიელობა იმაზე, თუ ვისი სისხლი შქებდა რეალურად იმ კაცის ზარღვებში, ვინც შექმნა რუსეთის იმპერია და რომელმაც რუსეთს ევროპული გზა აპოვნინა. ეს არის დიდი ისტორიული ირონია, სახელმწიფო, რომელიც საუკუნეების მანძილზე სხვათა შთანთქმითა და საკუთარი წმინდა წარმომავლობის მითით საზრდოობდა, რეალურად სწორედ იმ ენერგიამ ააღორძინა, რომელიც შესაძლოა სულ სხვა შორეული მთების ზირში დაბადებულიყო. თუ პეტრე პირველი მართლაც სხვა ფესვების მატარებელი იყო, ეს ნიშნავს, რომ იმპერიის უდიდესი ტრიუმფი არა მისი წინაპრების მემკვიდრეობა, არამედ გარედან მოსული დიდი ძალაა, რომელმაც ქვეყანას ძველი წესები დაავიწყა და განვითარების სულ სხვა გზაზე დააყენა. თქვენ როგორ ფიქრობთ? პეტრე პირველი არის თუ არა ერეკლე პირველის შვილი?